ქობულეთში ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატმა ხმა ნათელ მომავალს მისცა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კი ქობულეთის გაერთიანებას. კოალიციის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში პირველ რიგში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პირდება დახმარებას, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისთვის კი პრიორიტეტული იპოთეკური დავალიანების მქონე მოქალაქეების საკითხია. მე ხმა მივეცი ქობულეთის განვითარებას. ქობულეთის მუნიციპალიტეტი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ არა შეჩერებულ პროექტებს, არა იმ უნარობას, რასაც 2 წელიწადი და 8 თვის განმავლობაში ჩვენ უყურებთ და მე ხმა მივეცი ქობულეთის წინსვლას, ქობულეთის წარმატებას. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, მე პირადად მაქვს ამის გამოცდილება და ჩემი გუნდის ერთად ვაპირებ, რომ აი იმ გუნდს მივეცი ხმა, რომელიც იმუშაობს დღე და ღამ დაუღალავად. მე ხმა მივეცი დღეს ქობულეთის ნათელ მომავალს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია ჩასატარებელი აუცილებლად. არის ტურიზმი, სოციალური დახმარების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება და მაქსიმალურად შევეცდები განმავითარო ტურიზმი.